ამას წინა ძალიან ტაკერ კარსონი ელაპარაკებოდა ელჩს იმისი რა. ჰაკაბის. ხო, და ის ამბობდა რომ ისაო, რა ქვია, აბრაამი და აბრაამმა ღმერთმა მიცა აბრაამსო მთელი ეს ტერიტორიაო და იმან ახსენა რა, ძალიან ხო, კი, მოხაზა. ხო, იქიდანა და ეგ როგორ არისო, ხო და ებრაელებს მიცაც და მაგრამ მე მინდოდა ახლა ვერ ჩავერთვე მაგათ ლაპარაკში, თორე გავახსენებდი რომ აბრაამის უფროსი შვილი ყავდა, მარტო ისააკი ხო არ ყავდა. კი, და ვინ იყო უფროსი შვილი? ისმაილი იყო და სხვათა შორის იმასაც იგივე ბიბლიაში წერია იქ იქვე იმასაც ეკუთვნის ეგ ტერიტორია. არა, იქვე მაქვს წაკითხული რომ თავის დროზე აგარი რო გააგდო იმ სარას მოთხოვნით იმ რა ქვია სარამ სახლიდან და ეს რო გავიდა აგარი ეგვიპტელი ქალი იყო მხევალი ხო აბრაამის და პირველი უფროსი შვილი მაგისგან გააჩინა აბრაამის ისმაელი იმაში უდაბნოში იჯდა და ანგელოზი გამოეცხადა ბიბლიაში წერია ეს და უთხრა რომ იცოდეო შენი შვილისგანო დიდი ხალხი გაჩნდებაო ძალიან დიდიო და აგერ არის კიდეც ხო ხედავ ნახეთ ძმები არიან ისააკი და ისმაელი ამიტომ ეხლა იქ ძმების ბრძოლა მიდის ვინ ვის იმას დაძარს ჩვენზე რატო უნდა გადატეხო მაგას ვიცახი და ის მინდოდა გამეხსენებინა მეთქი ტაკერ კარსონს ყურში ვეთყვი მაგრამ არ ესმოდა ჩემი რომ აბრაამის შვილი ისმაელის შვილი ასე რომ ის შუაში უნდა გაიყოს როგორც მინიმუმ ორ ძმას შორის ის ღმერთმა რომ მიცა აბრაამს ხო ის მიცა შუაში უნდა გაიყოს ესეა რა ძმებს შორის ესეა მაგრამ ეს არ ესმით ამათ რა აი ისმაელი უკანონო შვილი იყო დალოცვილო უკანონო შვილია უკანონო იყო კანონიერი რა მნიშვნელობა იცი როგორი რამეა უკანონო მაშინ ეხა იცი როგორი რამეა ნოე წარღვნის თუ გჯერა თუ ეხლა მაგის გჯერა ესე იგი ბიბლიის აზე ხარ ცოტა იმის მერე ნოე სამი შვილი ყავდა და მთელი კაცობრიობა ამ სამი შვილისგან არის გაჩენილი და ნოემ და ყველა წინასწარმეტყველზე წერია რომ მერე გააჩინეს შვილები, ქალები და ვაჟებიო და ყველა უკანონო იყო, იმიტომ რომ დაძმები ხორცინდებოდნენ და დაძმები აჩენდნენ ბავშვებს და რაც თავარია, იმდენი ცოლები ყავდათ, ვთქვათ, იგივე აი ამ პირველ წყაროებს რა, რომელიც ბიბლიაში არის დასახელებული, რომელია იქ კანონიერი და რომელია უკანონო, ვერაფერს ვერ გაიგებ რა, ასე რომ მაშინ კანონიერი ცოლები არ არსებობდნენ, მაშინ იყვნენ მრავალრიცხოვანი ცოლები ყავდათ და ერთი ბუნებრივია რომ კაცობრიობას ერთი ცოლისგან ვერ აჩენდნენ ხო ასე რომ უკანონო რას ნიშნავს კი ბატონო მხევლის შვილი იყო რა მაგრამ სხვა შორის არამ თვითონ უთხრა რომ იმიტომ რომ უშვილო იყო ის 90 წლის იყო უკვე და ის კიდე გადაცილებული ამას აქვს და უშვილოდ რჩებოდნენ და თვითონ შესთავაზა აგარი და უთხრა რომ აგერო რომ შენი მოდმა გაგზელდესო და გაჩნდა ისმაელი უფროსი ძმა იყო სხვათა შორის